ცნობილია, ბაჩო ახალაესთან ერთად ბრალდებულები იყვნენ მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს, რომ პროკურატურამ მათ ძალით დააწერინა ჩვენება და დატოვეს ქვეყანა პროცესის დასრულებამდე. 1 აგვისტოს სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი ამ პირების მიმართ და დაადგინა, რომ არანაირი დანაშაული ამ ორ პირს არ ჩაუდენია. სამწუხაროდ მიუხედავად ამისა, დღემდე პროკურატურა თვითნებურად ყოველგვარი კანონის დარღვევით ამ ადამიანებზე არ ხსნის საერთაშორისო ძებნას, მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება და ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაიმის გამო, რომ სხვა ყველა მოწმე იქნეს დაშინებული და ამით იქნეს მესიჯი გაგზავნილი, რომ ვერც სასამართლო გადაწყვეტილება და ვერც ვერანაირი კანონიერი გზები ვერ უშველის ამა თუ იმ პირს, თუ პროკურატურას არ მისცემენ მათთვის სასარგებლო ჩვენებას. სხვა ახსნა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ ადამიანებზე, რომლებსაც აღარანაირი სტატუსი არ გააჩნიათ, არ არიან ბრალდებულები, არ არიან მსჯავრდებულები, ამ ადამიანებზე არ მოხსნათ ძებნა და ეს ადამიანები ყავდეს გამოკეტილი იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ აეროპორტს სადაც უნდა მივიდნენ, ეხლა ეს ადამიანები დააკავებენ და რეალურად იქნება უკანონო პატიმრობა და ამ ადამიანებს უკვე აქვთ გულგრილობა და განაჩენის აღუსრულებლობა, ჩემთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, თუ არა სწორედ ის მიზანი, რაზეც ვისაუბრე რამოდენიმე წუთის. 1 აგვისტოს იქნა გამოტანილი და განაჩენში პირდაპირ წერია, რომ ეს განაჩენი უნდა აღსრულდეს გამოცხადებისთანავე, გაუყოვნებლივ. აბესაძის ეპიზოდთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი პირობა იმისა, რომ ყველა სხვა მოწმისთვისაც მიიყვანენ და იგივე სახის ზეწოლას განახორციელებენ, რაც განახორციელეს კინწურაშვილზე და დარასელიაზე, მათ არ ქონდეთ არანაირი იმედი იმისა, რომ თუნდაც სასამართლო გამართლების შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ პრობლემები პროკურატურასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და ვერ მოხდება მათი დაკავება. ეს არაფერს არ მოუწოდებ. ეს უკვე არის დანაშაული და დღეს იქნება თუ ხვალ იქნება აღნიშნულ დანაშაულზე აუცილებლად აგებენ კონკრეტული პირების პასუხს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს კონკრეტული პირები არიან ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომლები და ამ დროს დავალება არის გაცემული არა ამ რიგით თანამშრომლების მხრიდან, არამედ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. სახალხო დამცველთან შეტანილი განცხადება მათ მიმართეს როგორც მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი. მათ მიმართეს პროკურატურას, მათ მიმართეს ინტერპოლს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. არც პასუხი არ არის. ინტერპოლში გვიცხადებენ, როდესაც მივდივართ, რომ პროკურატურამ უნდა ნება მიდართოს, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ერკვევიან. ეს არის ორი პასუხი. სახალხო დამცველმა გუშინ გამომიგზავნა მათ მიერ გაგზავნილი წერილები, სადაც დასაბუთებულად უთითებს პროკურატურასაც და ინტერპოლსაც, რომ სასწრაფოდ მოსახსნელი არის ძებნა ამ პირებზე და დანაშაულია, როდესაც ამ ადამიანებს დღეს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება. არანაირი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ვადები არ არის, განაჩენში პირდაპირ წერია, რომ ეს განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და უნდა აღსრულდეს ძალაში შესვლისთანავე. კი. მაგრამ მინიმუმ ერთი კვირა ეს ადამიანები იქნებიან დაკავებულები და რა ვიცი ხო. და ესეთი რამე რუსეთშიც არ ხდება და ნებისმიერ განუვითარებელ ქვეყანაში იმდეს მაინც იზავდნენ, რომ რაღაც სხვა საკითხზე მაინც აუყენებდნენ ბრალს, მაგრამ ეს უკვე არის აი აბსოლუტური იგნორი ყველანაირი სისტემის კანონმდებლობის, რაც კი არსებობს რა.